როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ესწარით მრავალს და გისურვებთ რა თქმა უნდა სულიერ სიმშვიდეს და ყველაფერ კარგს ცხოვრებაში. ქრისტე აღდგა. დღეს მოდით გავშალოთ როცა ადამიანი კონკრეტულად არაფერს არ აკეთებს, იმიტომ რომ ჩვენ ხო ყოველთვის, რა თქმა უნდა, არეულ ურთიერთობებს უყურებთ, ვისაც დალაგებული აქვს, რა თქმა უნდა, ზოგადი გაშლები მათ არ ჭირდებათ, ამიტომ როცა ადამიანი გაჩერებულია, შეიძლება უყუროთ, ვინც უკონტაქტო სიტუაციაში ხართ, ან იმას არ აკეთებს, რაც საჭიროა და რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის. როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველაფერნიერ და განსაკუთრებით ხვალ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია და ყველაფერი კარგი მინდა გისურვოთ და მშვიდობა თქვენს ოჯახებს და სულს და გულს რაც მთავარია. მაშასე დავიწყოთ უკონტაქტო სიტუაცია და ჯერ ვნახოთ რა ხდება, როგორ ხდება. მისთავ საერთოდ როგორ არის ადამიანი, რა ენერგიებშია. ყველა ვართ პასკების ენერგიებში, ამაში ეჭვის არ მეპარება, მაგრამ მე სამწუხაროდ რამოდენიმე ნაჭერის იქეთ ვერ შევჭამე. იმიტომ რომ არ შეიძლება. გიждები ისე მიყვარს პასკები. ნახოთ აბა. როგორ არის? რა ხდება მის თავს? რვიანი პენტაკლი. თავის ყოველდღიურობაშია, მაგრამ როგორი ყოველდღიურობა იცი რვიანი პენტაკლი, ანუ აკეთებს იმას, რაც გასაკეთებელი აქვს ადამიანს. ეს შეიძლება იყოს ყოველდღიურობა. ზოგიერთს მაგალითად, აი დღე რო თენდება, უბრალოდ იმის მაგივრად, რომ მადლობა გადაიხადო, რომ გათენდა, ერთი და იგივეა, უკვე წინასწარ რო იცი, რომ აი ერთი და იგივე რუტინა და დაღლილი, ანუ დაღლილობისგან ადამიანს აქვს ცოტა ემოციური ვიბრაციები ძალიან დაბალი სიხშირის, ანუ ბედნიერი არ არის. ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებდი, რაც გასაკეთებელი მაქვს, მაგრამ მე არა ვარ კარგად შინაგანად. ეს ადამიანი რაღაცებს მალავს ირგვლივ, მის ირგვლივ და არ უშლის არავის გულს, იმიტომ რომ მალავს დარდს. არ გამოვრიცხავ რომ ეს დარდი ზოგადად ძალიან ის კი არა, ისე დარდი კი არ არის, მაგალითად რაღაცები რო ედარდებოდეს ყოველდღიურად, ანუ სერიოზული დარდია, რაღაცა რაც ეხება მისთვის მნიშვნელოვან საკითხს. მოდი ვნახოთ, რას ეხება, პირადია თუ რას ეხება, ეს ყველაფერი პირადია თუ პირადსაც ეხება, მინდა ვთქვა, პირადსაც ეხება, უფრო ვიტყოდი შეუმდგარ პირადს. დაგვიანებით რო რაღაცეები მოგდის, დაგვიანებული შეგრძნებები. ანუ მე ველოდებოდი ამას, მაგრამ იმ მომენტში როცა მჭირდებოდა, გადაარჩენდა სიტუაციას, გადამარჩენდა მე, გადაგვარჩენდა ჩვენ მაგალითად, პირად გულისხმობ, მაგრამ იმ მომენტში ვერ ვიგრძენ. იმ მომენტს დარდობს ადამიანი და კიდე მოლოდინებს, რაც შეეხება, რა ვიცი, რას ელოდება, რაღაცა მოლოდინი აქვს, რაზეც ცალკე კიდე დაფიქრებული არის მოკლედ გოგონებო. ნახოთ თქვენთან დაკავშირებით რა ხდება. რა ხდება თქვენთან დაკავშირებით? რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? განდეგილი. ესე იგი ყველაფერი იმის ბრალია, რომ არ უნდა გახსნას გული. არ უნდა გახსნას გული, იმიტომ რომ იმპერატორია, იმიტომ რომ თითქოს ეს არა, როგორ ვთქვა, ანუ ხასიათებში არ ჯდება მისი სენტიმენტები. ანუ მე ვერ ვიქნები რაღაც ისეთი სენსიტიური, მე ვერ ვიქნები ისეთი ღია, როგორც შეიძლება შენ გინდოდეს, მაგრამ ედარდები. გულში მას ედარდები, თუმცა მე აქვე გეტყვი, რომ ეს ადამიანი არაფერს გაკეთებას ჯერ არ ცდილობს, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა რა თქმა უნდა გულში ყავ ხარ და აი, იცი რა, როგორ გზნობს თავს, მოგეკარო სიახლოვეს, რაღაცა გაღიზიანებული ჩანხარ. ანუ ასე აღიქვამს სიტუაციას. თან კიდე ნანახი სიტუაცია. ანუ ზუსტად იცის, რომ ეხლა რაღაცა ნაბიჯები რო გააკეთოს ან ამე რეაქციები, თვითონვე დაზიანდება და თვითონ იმიტომ დაზიანდება, რომ უნდა გაიხსნას ადამიანმა და თქვას ის, რაც აქამდე არ უთქვამს, ან გაიმეოროს, ან კიდე უნდა გააკეთოს, რაღაცა უნდა გააკეთოს და რეალურად ამის გაკეთება და არც თქმა, არც ნაბიჯები ჯერჯერობით არ უნდა, მაგრამ ედარდება. ძალიან ბევრს ფიქრობს, რა არის გამოსავალი ამ ურთიერთობაში. რადგანაც გამოსავალი რომ გითხრათ ეხლა, ტაროსაზრით მაინც არ არის, იმიტომ კი არ არის, რომ ზემოდან არ ახართ კურთხეული. არა, იმიტომ რომ თვითონ რაღაცებს არ აკეთებს და ხო, არ აკეთებს და შენ არ ხარ კმაყოფილი. აქ როგორ მომენტია, იცი, შენ ხარ ნაწყენი, მეც ვარ ნაწყენი. ჩემზე ადრე გეწყინა, მაშინ მე მოვძებნი ისეთ რაღაც არგუმენტებს, რომ მე გავუტოლდე, ანუ შენს წყენას. ეს აუცილებელი პირობაა თითქოს.
კი ვიცი რომ თქვენ მოგბეზრდათ ერთი და იგივე ადამიანზე, მაგრამ მე აუცილებლად გავშლი, შემოვათვალე თქვენ ცხოვრებაში ვინმე ახალი სხვა, მაგრამ მე აქვე შემიძლია გითხრათ, რომ თუ შენ დაასრულებ წარსულს და შენ გადაწყვეტ გულიდან, რომ შენ გინდა რაღაცა ახალი, აუცილებლად მოვა ახალი, ეს იცოდეთ. და ჩემი გაშლები დიდად მაგაში რამე საინტერესოს და ახალის მთქმელი არ არის. ანუ პრობლემა ეხლა დავიწყოთ, გადავერთოთ ისე პრობლემა არც შენთან მოსვლა უნდა და არც ის უნდა რომ შენ მიხვიდე მასთან. ანუ მისვლა კონკრეტულად შეიძლება პირდაპირ მისვლა არა, მაგრამ თუნდაც კონტაქტზე გასვლა. არ უნდა შენი არც პრეტენზიის მოსმენა, არც შენი გადაწყვეტილების, არანაირი, არც ტკბილი სიტყვა უნდა, არც მუქარა უნდა, არაფერი არ უნდა. ისე როგორ რაღაცა იცი, გრძნობა აქ შენს მიმართ, როგორ რაღაცა იცი. მაქვს ეს მიჯაჭვულობა მაინც დარჩენილი. ხარ ჩემთან ცოტა კოშმარია, კოშმარულად აღიქავს ამ ურთიერთობას. არ ხარ ჩემთან ისევ ესეთი კოშმარი, ენატრები ძალიან მაინც და სადღაც აქ ის მომენტი, რომ გულში ძალიან როგორია იცი, ბედნიერია, გულის სიღრმეში ბედნიერია მაინც შენი არსებობით, მაგრამ ერთად არ გამოდის ეს ყველაფერი, ერთად არ გამოდის. აბა რა უნდა გააკეთო? და რა იქნება შენი ნაბიჯი მაინც იმპერატრიც? რა უნდა გააკეთო? გორი ენერგიებშია. პენტაკლების დედოფალია თვითონ და შენ ხარ იმპერატრიც. რა საინტერესოა რა იმპერატრიცა და პენტაკლის დედოფალი კი ახლა იმპერატრიცა ვიცით რომ მაინც მაღალი არკანია და ისეთი ქალბატონია, მაგრამ არ ჩამოვარდება ამას პენტაკლების დედოფალი. აქ ორივე იფასებთ თავს, ორივეს გაქვთ ისეთი ინტერესები. შენ არ დათმობ, არც ის არ თმობს. ანუ შენ გაწუხებს შენი, მას აწუხებს მისი და აი აქ უნდა ზუსტად ის მამრი ენერგია, რომელიც ამ ადამიანს უკვე გათიშული აქვს და ის თავარი ფუნქცია, რომ კი არ უნდა იყო პენტაკლის დედოფალი პირიქით. ანუ ნახე რას გეუბნები, იყავი შენ იმპერატრიც, ანუ იყავი მე პირიქით მომწონს ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაცნაირად უნდა მომერგო. მე არ ვაპირებ შენზე მორგებას. თავის დაფასების მომენტია და თან კიდე ამ თავის დაფასების მომენტში არის იკითხება როგორი ისტერიული შემოტევა, იცი, რომ თან ეჭვიანობის მომენტია აქ, თან ემოციებს ვერ აკონტროლებს და თან კიდე თავისუფალი ჩიტია. ყველაფერი ერთად უნდა, ვერ გავიგე რა. ვერ გავიგე რა გინდა, მთლიანობაში მაინც რა გინდა. ანუ რაღაცას აპროტესტებს და ესეთი გზნობიჩება რომ შენ გებრძვის. რა არის, რა ხდება შენს თავს, რა პრობლემა გაქვს ხმლების მეფე. როგორ არ უნდა ლაპარაკი? გასაგებია. იმდენი რამ ისწავლა, იმდენი რამ გაიაზრა, რომ შენთან ურთიერთობაში დაინახა ძალიან მისი ბევრი მინუსები და მისი მინუსები, ეს ისეთი მომენტი კი არა, რომ მადლობა ღმერთს, რომ დამანახე მინუსები, რომ გამოსწორდე და გამოსწორდე ისეთი სიტყვა კიდე არასწორი. მაგალითად, მადლობა და მე შემიძლია მაგარი ვერსია გავხდე უფრო გაუმჯობესდი. ანუ არა, ანუ უკადრისობს ადამიანი, არა, რატო უნდა დამანახვა, რატო უნდა მითხრა შენმე სიმართლე. ანუ აიგნორებს ყველაფერს. ამას უნდა როგორ რაღაცა ის თავზე ხელის ფერებით, რაღაცა შეინჭირიმე, შენ გენაცვალე და რა ამეს თუ ეტყვი, აქ უკვე ჩვენება აქვს. უკვე რეაქცია ის არის, რომ მე შენ არ აგირჩევ ამ შემთხვევაში და მე არც ჩემს თავს არ დავაზიანებ და არც შენ არ დაგაზიანებ. ანუ ზრუნველების მომენტი მაინც გაქვს. კარგი, რა ეშველება ვერ გავიგე, მაინც ანუ მინდა რაღაცა რომ წამოვიდეს, მაგრამ ვერ გებულობ რა ეშველება ამ სიტუაციას. იმიტომ რომ როგორც ვთქვი, შენგან ყველაფერი იცის, შენი მის მიმართ დამოკიდებულება და უკვე გაშიფრულია და რა ქნას ახლა რა. ანუ ყველა გზა დაკეტილია, ყველაფერი ჩაკეტილია. გამოსავალი არის რამე შენი აზრით? გამოსავალი 8,000-ია. სისუსტეო, მერთად ჩემო გამოსავალი ის არის გოგონებო, რომ მე გავაკეთებ იგნორს, მე არ ვიქნები დიდი ხანი კონტაქტზე და მე არაფერს არ შევცვლი. ანუ მე ვიგებ დროს. ეს არის ერთ-ერთი რაღაცა სწორი სტრატეგია მისთვის, რომ მე მოვიგებ დროს. და ამით გონია და დარწმუნებულიც იმაში, რომ ინარჩუნებს ყველაფერს, ინარჩუნებს თქვენს ურთიერთობას. ვერ შეეგუება, მაინც აი რო გითხრათ, რომ მისთვის ეს დასასრულია და всё, კარგად იყავი, არა, ეს არ უნდა, არანაირად არ უნდა ეს ყველაფერი. მაინც ტაროს პროგნოზი ვიკითხოთ ახლა ჩვენ, როგორ განვითარდება მოვლენები თქვენ შორის, როგორ განვითარდება მოვლენები თქვენ შორის. მოვლენები როგორ განვითარდება, რა არის ეს
მდედრი ენერგიები რო აქვს ამას, რა ხდება? მოვლენების განვითარება, რა თქმა უნდა, პაუზა, რადგან ჩვენ უკონტაქტო ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, წერტილია თუ პაუზა, ძალიან ესეთი კლასიკური კითხვა, რა თქმა უნდა, პაუზა არის, მაგრამ მოსალოდნელია ზუსტად იგივე შეცდომები, იგივე რეაქციები და რეაგირება სიტუაციაზე. მაინც ისე გამოდის, რომ თუ კი რამე გინდა შენ გააკეთე, თუ კი რამე გაინტერესებს, რა ვიცი, აბა შენ დაათმე და ესეთი მომენტია რა. ესე რა ნელა გაბარებს იმას, რომ პასუხისმგებელი შენ იქნები მე ამ ყველაფერზე და არა ჩვენ. იმიტომ რომ ეხლა ორი მდედრი ენერგია, შენ მდედრი ხარ და ესეც მდედრია, ხო, რანაირად გამოვა ეს ყველაფერი. აი, ისეთი მომენტია, რომ მე მაინც ყოველთვის ვიჭერ რაღაცა დადებიც, ან უარყოფიც. არა ვარ ისე, რომ რაღაცა ვერ გავიგო ადამიანიდან. მაგრამ ამ ადამიანში ვერ ხვდები რა უნდა მაინც. თან თავს იფასებს, თან კი უნდა, თან არ უნდა. აი პენტაკლების დედოფალი, აი ნახო გეუბნებით, მდედრი ენერგიებში, ანუ მასი ამოვნე მაქსიმალურად, ვითხოვ მაქსიმალურს და მინდა და მე ამის ღირსი ვარ, ანუ ესეთი რაღაცები აქვს ჩართული რა, ვფიქრობ. დღევანდელი ენერგიებია გოგონებო ეს და დღეს ახლა ნუ ასე განწყობით რო ადამიანი და ძალიან თავდაჯერებული და კონკრეტულია, რაღაცა პერიოდი მაინც ხო გაგრძელდება ასე და რა ვიცი, მიაქციეთ ამ ყველაფერს ყურადღება. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ, ანუ თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში. 9-იანი პენტაკლი. ეს თქვენთვის იმდენად დიდი გაკვეთილია და იმდენად ყველაფერი იცი წინასწარ. წინასწარ იცი ყველაფერი. ეს ადამიანი არის გაუგებარი არსება. მიცემს შანსს, მაინც ერთი და იგივე დონეზე რჩება ურთიერთობა, არაფერს არ ცვლის და შენ უკვე გამოიფიტე. ანუ ნენელა ხვდები იმას, რომ იცი რა, კი შეიძლება მინდოდე, მჭირდებოდე, მაგრამ ნუ რა ვქნა, არ გამოდის და მე ადრე თუ გეხმარებოდი, ეხლა ვერ დაგეხმარები, იმიტომ რომ შენ ამას არ იღებ და ეს მართალია, ნახე, შენ შეიძლება შენს თავზე აიღო რაღაცა ნაბიჯები, ხო, კაი დაგითმობ. ხო, რაღაცნაირად ხდება ესე, რომ გოგოები აკეთებენ ამას, მაგრამ ამას რო აკეთებ ერთი და იმავე სულ სისტემატიურად ხან ამ სტრატეგიას აი მიუდგები ადამიანს, რაღაცა აუცილებელი შედეგი ხო გინდა, ამას ისე ხო არ აკეთებ არა? ეს ადამიანი ყოველ ჯერზე დებს არ დებს შედეგს, მოდი ესე გეტყვი. უშედეგოა ეს ყველაფერი. უშედეგოა და მძიმეა და ორაზროვანია ეს ყველაფერი. ანუ მე მაინც გეტყვი იმას, თუ შენ გინდა რაღაცა წინ წავიდეს ურთიერთობა, არ შეცვლის არაფერს. ის რო პაუზა, ესეც გავიგეთ და გრძნობა ძალიან კარგად იცის, რომ გრძნობა აქვს შენს მიმართ. ძალიან კარგად იცის. ყველაფერი იცის, მაგრამ მიეჩვია. იმდენად მიეჩვია, რომ აქტუალური აღარ არის უკვე ეს გრძნობა და არც ეს ურთიერთობა. ანუ მიდის და მიდის, ცხოვრება მიდის და მივყვები მეც ამას. თუმცა ცალკე მისი ცხოვრებით, როგორც გავიგეთ, არც ისე ბედნიერი და კმაყოფილია და ჩვენ მოდი ვუსურვოთ რა თქმა უნდა ამ ადამიანს. ბედნიერება, იმიტომ რომ ადამიანი არის ბედნიერი, მას არ შეუძლია ვინმე დააზიანოს. არც სიტყვით და არც არაფრით. ამიტომ უსურვოთ ბედნიერება და რა თქმა უნდა თქვენ ყველას ბედნიერებას გისურვებთ და რა თქმა უნდა ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით.